გიორგი სიორიძე. გიორგი, მოგესალმები, მადლობა რომ მონაწილეობ ჩვენს ეთერში. ჩვენს ქვეყანაზე რომ ვისაუბროთ და მოდი კონკრეტულად არჩევნების გარშემო არსებულ დისკუსიის საკითხს შევეხოთ, რომელიც აქტუალური არის ამ ბოლო დღეების განმავლობაში, არსებული განცხადებების ფონზე და იგივე უნგრეთის ამბავის ფონზე. ცოტა ხნის წინ ქონდა ირაკლი კობახიძეს კომენტარი, მან თქვა რომ ყველა უნდა მოემზადოს არჩევნებისთვის, ახსენა ოპოზიციის აგრესიულობა და მისი თქმით ეს იმით არის გამოწვეული, რომ 10 ჯერ წააგო ოპოზიციამ და არსებული კომენტარები, ეხლა რაც ისმის არჩევნების გარშემო ახსენა ერთგვარ გამონათებად. თუმცა აქვე ამბობს, რომ არსებითად ეს არ ცვლის არაფერს და ქართული ოცნება 2028 წლის არჩევნებისთვის ემზადება რომ დაგამარცხოთ. აი, რა სიტყვით ამაზე, რა არის თქვენი პასუხი, თქვენი პოლიტიკური ჯგუფის პოზიციები ცნობილია არჩევნებთან დაკავშირებით და რა იქნება თქვენი შემხედრი, ასე ვთქვათ, სტრატეგია ამ მხრივ, ამ განაცხადის და არა მხოლოდ მის საფუძველზე. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. თქვენი ეთერით თავისუფლებას უსურვებ ამ ქვეყანაში სინდისის პატიმრებს, რომლებიც იბრძვიან ისევე როგორც ჩვენ ყველანი რეჟიმის წინააღმდეგ. ეს ბრძოლა აღმოჩნდა ბუნებრივია ხანგრძლივი, გრძელვადიანი, თავიდანვე გქონდა ჩვენ ამისი მოლოდინი. ეს არ იქნებოდა სპრინტი, ეს იქნებოდა უფრო მეტად მარათონი, თუმცა ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილს შეიძლება უფრო მალე სურდა შედეგი, რაც სავსებით გასაგებია. ამან გამოიწვია ის, რომ ბევრ ადამიანში გაჩნდა ნიჰილიზმი, ბევრმა ადამიანმა საერთოდ იმედი დაკარგა რეჟიმის ცვლილების, თუმცა ვფიქრობ უნგრეთში მომხდარმა მართლაც მნიშვნელოვანმა არჩევნებმა და პრეცედენტმა, როდესაც ავტოკრატია შეიცვალა და ისეთი ავტოკრატია, როგორც იყო ორბანის უნგრეთში, შეიცვალა სწორედაც რომ არჩევნების გზით, მიუხედავად იმისა, რომ იყო იქ ძალიან მძლავრი პროპაგანდისტული მანქანა, სხვათა შორის ძალიან მსგავსი ქართულისა, იმიტომ რომ ეს სინამდვილეში არც ქართულია, არც უნგრული არის, არც რუსეთში დაწერილი პირდაპირ სახელმძღვანელოდ ფრაზების, სიტყვების, გზავნილების დონეზე იმეორებდა ქართული ოცნების ბინძური პროპაგანდა, ორბანისეულ პროპაგანდას, მათ შორის ომის თემაზე აპელირებით, ომის შიშის დათესვით, ვითომ რაღაც ფსევდო კონსერვატული ღირებულებების დაცვით, ანტიევროპულობით და ეს ყველაფერი გასკდა საპნის ბუშტივით, მას ახალმა ოპოზიციურმა ძალამ დაუპირისპირა სიმართლე, დაუპირისპირა ის შინაარსი, რომელიც რეალურად ჰქონდა მადიარს და რომელიც უბრალოდ ფსევდო გამოვლინებაში ჰქონდა სინამდვილეში ორბანს, ეს დაინახა საზოგადოებამ და ბუნებრივია მოქალაქეებმა პირველ რიგში კარგად ირწმუნეს საკუთარი ძალისა თავიანთი სამოქალაქო ვალდებულება განახორციელეს, პირნათლად მოიხადეს ქვეყნის წინაშე და იმდენად დიდი აქტივობა აჩვენეს არჩევნების დღეს, რომ ყველანაირი ძალისხმევა ორბანის მხრიდან იქნებოდა ფუჭი, ამან აზრი დაკარგა, რომ ყოფილიყო მცირედი განსხვავება, ხო, მაშინ, როდესაც მთელი საარჩევნო სისტემა თავის თავზე და თავის პარტიაზე ჰქონდა მორგებული ორბანს, ეს ყველაფერი შეიძლება სხვაგვარად დასრულებულიყო და სხვათა შორის დაანონსა კიდეც ორბანმა. ამიტომაც ზუსტი თქვათ, ზუსტ ანალოგიაზე ლაპარაკი, ეს უკვე არაერთგზის არის განხილული ეთერებში, არ გამოდგება, ხო, ზუსტი ანალოგია არა, მაგრამ თავარი ღერძი არის ის, რომ ამ ფაქტმა საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილში, ნიჰილიზმში მყოფ საზოგადოებაში, შიშში მყოფ საზოგადოებაში გააჩინა იმედი. გააჩინა იმედი პირველ რიგში იმისა, რისთვისაც გვინდა ჩვენ არჩევნები, ეს არის რეჟიმის ცვლილება და გააჩინა ამ რეჟიმის ცვლილების სწორედაც რომ კონსტიტუციური არჩევნების გზით ცვლილების შესაძლებლობა და მე ვფიქრობ, რომ ეს რწმენა საზოგადოებაში კიდევ უფრო მეტად უნდა გამტკიცდეს, იმიტომ რომ ამ ქვეყნის ბედი და მომავალი წყდება არა რომელიმე სხვა ქვეყანაში, რომელიმე სხვა დედაქალაქში, არამედ წყდება სწორედ საქართველოში, მთელს ქვეყანაში, თბილისი იქნება ეს თუ რომელიმე სოფელი, ქართველი ხალხი გადაწყვეტს ამ ქვეყნის ბედს და ქართველი ხალხი გაუყენებს ქართულ ოცნებას პოლიტიკური მოუსავლეთის გზას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამისთვის უნდა ვემზადოთ ყველანი, როგორც პოლიტიკური პარტიები, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ბუნებრივია გვაქვს ეროვნულ
ოპოზიციურ პროდასავლურ ძალებს, მაგრამ ყველას აქვს პასუხისმგებლობა, იქნებიან ეს სამოქალაქო ჯგუფები თუ თითოეული მოქალაქე, რომელთა ჯამი არის უმრავლესობა ამ ქვეყანაში. აი, უნგრეთის მაგალითი თქვენთვის რითი შეიძლება იყოს, თქვათ, შთაგონების წყარო, თქვენ ახსენეთ ხალხის აქტიურობა, პოლიტიკოსი ხართ და ლაპარაკობთ ხალხის აქტიურობის მნიშვნელობაზე, თუმცა ამავდროულად მნიშვნელოვანია ვისაუბროთ იმაზე, ხალხის აქტიურობის საფუძველი რა იყო, ხო? ადგილებზე პროპაგანდისტული გზავნილების ძირის გამოთხრა, რაც მოახერხა სწორედ აღნიშნულმა უკვე უნგრეთის ახალმა ლიდერმა მის თანაგუნდელებთან ერთად. აი კონკრეტულად რა მიმართულება შეიძლება იყოს თქვენთვის ამ ხრივ საინტერესო, იმიტომ რომ ჩვენ პროპაგანდისტულ გზავნილებზე, იდენტურიც არის ხო, პრაქტიკულად წინა მთელს არაერთი პერიოდში გვისაუბრია არჩევნების წინა პერიოდებშიც და ის შედეგები, რაც დგება ყველა სირთულესთან ერთად, აი სულ ყველა სირთულესთან ერთად, მათ შორის არჩევნების თემატიკაზე, აჩვენებს, რომ ეს არის სისუსტე ოპოზიციის, რომ გამოუთხაროს ძირი პროპაგანდას, რომელიც თქვათ აყალიბებს ჯანსაღ ვითარებას ქვეყანაში, ხომ? თქვენც გისაუბრიათ და სხვებსაც არაერთ პოლიტიკოს ამ საკითხზე. აი ამ ხრივ რა ტიპის ცვლილების შეთავაზებაა შესაძლებელი საზოგადოებისთვის? აი რა შეგიძლიათ შესთავაზოთ ახალი, ან როგორ უნდა იყოს კიდევ უფრო ეფექტური ეს გზა ხალხთან საუბრის და მათი დარწმუნების? ხო, ძალიან მნიშვნელოვანი არის პირველ რიგში იმისი გააზრება, რომ მადიარის გამარჯვების საწინდარი არ ყოფილა რაღაცა ერთი კონკრეტული მიზეზი, მას ბევრი კომპონენტი ჰქონდა, ბევრი გარემოება. ჩვენი ეთერი ბუნებრივი არ ეყოფა ამის საფუძვლიანად განხილვას და ბევრიც ითქვა უკვე ბოლო დღეების განმავლობაში, მაგრამ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ არ შეიძლება რაღაც გიხდი, აი დღეს მაგალითად სხვა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ციხეში მყოფი ხაბეიშვილი რეალური არჩევნების რაობაზე ლაპარაკობდა, რომ რეალური არჩევნებია საჭირო. ხო, აი ესეც მნიშვნელოვანი აქცენტი იყო, რასაც ის სასამართლოში ამბობდა. ეხლა გითხარით თქვენს. ხო, სამართლიანი და კანონიერი არჩევნები, უბრალოდ კანონიერი, ფორმალურად კანონიერი არჩევნები იყო უნგრეთში, მაგრამ გაცილებით უარეს საარჩევნო სისტემაში შეიძლება ორბანის რეჟიმი არ იყო ისეთი ბრუტალური გამოვლინებებით გამორჩეული, როგორც არის ივანიშვილის რეჟიმი, თუმცა ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ის რაც ქმნის ავტოკრატიას და ის რაც ქმნის რეჟიმს და როგორც გადაულახავ ბარიერს, ხო, ის სწორედაც რომ შედარებადი არის საქართველოსა და უნგრეთს შორის, იმის გათვალისწინებით, რომ ორბანი გაცილებით უფრო ძლიერი ქვეყნის ლიდერი იყო ევროკავშირის წევრი თავისი ვეტოს უფლებებით, მას ჰქონდა ძალიან გაცილებით უფრო დიდი ზეგავლენა და ასე შემდეგ. თუმცა მხოლოდ პროპაგანდის დაპირისპირება ანტიპროპაგანდით და ერთ მთავარ საკითხზე დაყვანა თუნდაც იმაზე, რომ ივანიშვილი და ქართული ოცნება ეს არის რუსული რეჟიმი, ანტიევროპელები, ეს არ არის საკმარისი, იმიტომ რომ ერთი თუნდაც ყველაზე მთავარი და გლობალური საკითხი არ არის ის სასაუბრო, რითაც ჩვენ უნდა ვესაუბროთ საქართველოს. იყო ძალიან ძლიერი, ხო, ყველა შესწავლილი იმიტომ რომ ხო, ორბანის პირობებში კორუფცია გაცილებით უფრო მასშტაბური იყო ვიდრე საქართველოში, მარტო მან და მისმა 12-მა პირმა, მისი გარემოცვის ყოფმა პირმა, ბოლო წლების განმავლობაში მარტო 30 მილიარდის თანხები მიითვისეს ტენდერების მეშვეობით, მათ შორის ეს იყო ევროკავშირის ტენდერები და სხვა, თავი რომ დავანებოთ მედიის მონოპოლიზებას. ჩვენ უნდა ვესაუბროთ საზოგადოებას არა მხოლოდ იმაზე, რომ ამათ რუსეთისკენ მივყავართ, არამედ უნდა ვესაუბროთ იმ სხვა უამრავ პრობლემაზე, რომელიც შეიძლება იყოს შინაარსობრივად უფრო მსხვილი კალიბრისა, როგორც არის სისტემური კორუფცია ქვეყანაში, ასევე ისეთ საკითხებზე, რომელიც ადამიანებს აწუხებთ ქალაქში, აწუხებთ სოფელში, რაც ეხება მათ ყოველდღიურ ცხოვრებას. იმ ფონზე განსაკუთრებით, როდესაც ქართული ოცნება ამის საფუძველს პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში გვაძლევს, მაგალითად, აი ბოლოს არის შემოთავაზებული სასკოლო ფორმების როგორც რეფორმის წარმოჩენა, როდესაც 9 მილიარდი უნდა დაიხარჯოს სასკოლო ფორმებზე, ლამაზ ფორმებზე, ლამაზია თუ არა, ამას არ აქვს მნიშვნელობა, მაშინ, როდესაც ამ ქვეყანაში ბავშვების 35% იმ მოსწავლეებისა, რომელიც არის ამ ქვეყანაში, საერთოდ დღის განმავლობაში ვერ იკვებება, ერთხელაც არ იკვებება
რაც მათი განვითარებისთვის არის უმნიშვნელოვანესი. მაშინ, როდესაც 1400 სკოლაში 2080-დან საერთოდ კვების ობიექტ ფასიონი ბუფეტიც არ არის. მაშინ, როდესაც ჩვენ გვქონდა ძლიერ საქართველოს ლელოს დაყენებული ინიციატივები უფასო კვებასთან დაკავშირებით, რომელიც ყველა მუნიციპალიტეტში უარყვეს და ამის ნაცვლად გვთავაზობენ უფასო ფასიან ფორმებს, სხვათა შორის ამაში ფული უნდა გადაიხადოს მშობლებმა და მაშინ, როდესაც ბავშვებს არ შეუძლიათ რაღაც ელემენტარული წიგნის, სახატავი ან მუსიკალური ინსტრუმენტის ან ლეპტოპის შეძენა. აი ეს არის ის მდგომარეობა, რომელიც შექმნა ამ ქვეყანაში ბიზინა ივანიშვილმა, ამაზე უნდა ვისაუბროთ, ამაზე უნდა ვიხმაუროთ და აუცილებლად მივაღწევთ იმ შედეგს, რომელიც დადგა უნგრეთში, ეს რეჟიმი აუცილებლად შეიცვლება. დიდი მადლობა გიორგი, დაგემშვიდობები, გიორგი სიორიძე საუბრობდა, ის ლელო ძლიერ საქართველოს წარმოადგენს.